ჩემო საყვარელო ხალხო. სულ რამდენიმე წუთში ახალი 2013 წელი შემოგზანდება. ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდებით. იმედით შევყურებთ ოცნების ასრულებას ვთხოვთ და რაც თავარია საზეიმო დახვედრას უწყობთ. ეს სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით გვავსებს. სანამ ახალ 2013 წელს ჩაუთქვამდეთ სურვილებს, მანამდე ფიქრობ 2012 წელი უნდა გავაცილოთ. წელი, რომელიც სავსე იყო ემოციებით, მოვლენებით, ნებათა ხელებით. წელი, რომელიც საქართველოს ისტორიაში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. ყველაზე მთავარი კი გახდათ ის, რომ ამ წელმა გაგვაერთიანა, ერთმუშტად შეკვრა და თავისუფლებისათვის ბრძოლის შინი გამოგვამჟღავნებინა. უწყვეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ერი შეიძლება დიდხანს ითმენდეს უსამართლობას, შიშს, ძალადობას, მაგრამ დგება დრო და ყველაფერს თავის საკადრის პასუხს აძლევს. უახლოესი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა. ყველას კარგად გვახსოვს ეს დღე, 1 ოქტომბერი. დღე, როდესაც საარჩევნო უბნებთან ღამის თევით შევძელით ჩვენი ხმების დაცვა და ამით უარი უთხარით სიცრუისა და ძალადობის სისტემას. დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას, ვინც არა მარტო გვენდო ჩვენ, არამედ ირწმუნა საკუთარი თავის, ირწმუნა საკუთარი მომავლის, ირწმუნა საკუთარი ოცნების და აქამდე არნახული აქტიურობით უზრუნველყო ჩვენი საერთო გამარჯვება. საქართველომ გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ კი ყოველი ჩვენთაგანის ვალია ღირსეულად მოექცეთ მათ, ვინც ნებით თუ უნებლიეთ ემსახურებოდა სიცრუესა და ძალადობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათაც შეძლონ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის მოპოვება. საქართველოს ჩვენი სამშობლოა და ჩვენი მიზანი ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება. იწყება ახალი, უფრო რთული, მაგრამ ამავდროს დროს ძალიან საინტერესო ეტაპი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დემოკრატიისა და აღშენებლობის გზით განვითარებისათვის. ეს გზა არ იქნება ადვილად სავალი. თავარია, ჩვენ არ გადაუხვევთ იმ გზიდან, რასაც ქვია ევროპული ტიპის ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. დიახ, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო. გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და მომავალი წელიც იქნება ამ მიზნებთან მნიშვნელოვნად დაახლოების წელი. ორ თვეზე ცოტა მეტია გასული, რაც მუშაობა დაიწყო ახალმა პარლამენტმა და ჩამოაყალიბა ახალი მთავრობა. დამეთანხმეთ, ეს არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ქვეყანაში დაიწყო ყველაზე მთავარი კანონის უზენაესობის დამკვიდრება, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სიმართლის შერჩევითად გამოყენების სანაცვლოდ. საქართველოში სამართლიანობის აღდგენის სრულად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს. ამ მოკლე დროში ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებას აჩვენა მთავარი პრიორიტეტები სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. ჩვენ ისე დავგეგმეთ 2013 წლის ბიუჯეტი, რომ იგი მთლიანად ხალხზე ორიენტირებული გახდა. საქართველოში უნდა შეიქმნას სასურველი საინვესტიციო გარემო, რაც გახდება საწინდარი ჩვენი ქვეყანა გახდეს ეკონომიურად ძლიერი. სამოქალაქო სექტორის გაძლიერება კი გარანტი უნდა გახდეს იმისა, რომ საქართველო არასოდეს აღარ დაუბრუნდება ძალადობისა და შიშის ეპოქას. დიახ, ჩვენ ყველამ ერთად ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა შევძლოთ კონსტრუქციული კრიტიკისა და თანამშრომლობის ფორმატში ისეთი ქვეყნის ჩამოყალიბება, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიჭერს თანამედროვე საერთაშორისო თანამეგობრობაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თითოეული ჩვენთაგანის და მთლიანად ქვეყნის კეთილდღეობაზე. ერთად დგომით, თანამშრომლობით, მიმტევებლობით უნდა ავაშენოთ ჩვენი შვილების საამაყო ქვეყანა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისათვის, ბრძოლისათვის და იმ გამარჯვებისათვის, რომელიც ერთად მოვიპოვეთ 2012 წელს. წინ კი 2013 წელი გველის, ოცნებების ასრულების წელი. ამ რწმენით გილოცავთ 2013 წელს. ულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ულოცავ ჩვენ საამაყო ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან მოწყვეტილების საქართველოს სახელმწიფოს იცავენ. ულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და მჯერა, რომ ჩვენ მოვძებნით ერთმანეთის გულებისკენ მიმავალ გზებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ერთად ვიზრუნებთ. ულოცავ მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს ემიგრანტებს და უსურვებ სამშობლოში დაბრუნებას. ულოცავ ყველას, მიუხედავად მათი რელიგიური მწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა. ულოცავ ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს. ახალი წელი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანია. თავარია გვახსოვდეს, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ყველაფერს. ღიმილით შევეგებოთ ახალ 2013 წელს და გქონდეს რწმენა იმისა, რომ ახალი წელი ჩვენი ოცნებების ასრულებას დაუდებს დასაბამს. გილოცავთ და მჯერა, რომ 2013 წელი საქართველოსთვის მშვიდობისა და წინსვლის წელიწადი იქნება. გილოცავთ.